მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგდგენთ უახლოეს ერთი კვირის ზოგად ასტრო პროგნოზს საუბარია 1-7 დეკემბრის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე და პირველში აღვნიშნოთ რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია უკვე შესული თვის ბოლომდე იქნება ამ უარყოფით ენერგოველში ამიტომ მთელი თვე ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ყველას განვითარ უარყოფით ენერგოველში შესვლა დედამიწის ანიშნავს რომ მეტი ყურადღება ჭირდება ჯანმრთელობას, აქ შეიძლება გარკვეულ პრობლემებმა ეჩინონ თავი ურთიერთობებში, ასევე შეიძლება დაიძაბოს ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ურთიერთობები და ზოგიერთ იდეასაც გარკვეული პრობლემები შეიძლება წარმოექმნას რეალიზაციის კუთხით. ამიტომ სირთულეების ტენდენცია არის, მათ შორის ფსიქოლოგიური განწყობის კუთხით და ამ მხრივ თავდაჭერილები მოვთმენი ვიყოთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. რაც შეეხება ახლა სხვა მშენებლებს ეს ნეგატიური ტენდენციები რასაკვირველია ყველა ზოდიაქოს ნიშანზე გარკვეულზე გავლენას მოახდენს, თუმცა პირველში მიაქცევთ ყურადღება პარასკევ დღეს, ეს არის 5 დეკემბერი, აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა, ანუ მზის და მთვარის დაპირისპირება ხდება ენერგიებისა შევდოსთან ტყუპების ზოდიაკალურ ღერძზე, რაც კიდევ უფრო მეტად ძაბავს აქ პერიოდს, ამიტომ პარასკევს არაფერი მნიშვნელოვანი არ გაქვს, არავით არის ცარისკო მოქმედებები, არავით არის ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები არ ვაწარმოოთ. ეს დღე ვეცადოთ ფრთხილად, წინდახედულად გავიაროთ ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ და არავით არის აპირებებიც არ გასცეთ აქ, მოტყუების დალობა, ინტრიგების, ჩორების აქ ძალიან მაღალია და ვეცადოთ რომ მაქსიმალურად არანაირ კონფლიქტში არ შევიდეთ და პროვოკაციებს არ აყვეთ. ჯანმრთელობასაც მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ. რაც შეეხება ახლა ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, ეს ნეგატიური ასკულა დაღი ამ კვირისა ყველა ნიშანს დაეთყობა მეტნაკლებად. აღვნიშნოთ რომ მეტი დრო უნდა დაუთმოს ვერძებმა, მაგალითად ყოველდღიურ რუტინულ საქმეებს, რაც მათ ძალიან არ უყვართ. აი რაღაც კონდათ დაუმთავრებელი პროექტები, ძველი პრობლემები, ფინანსური საკითხები, ან რაღაც გადასახდელი კონდათ. აი ამ ტენდენციებისკენ გაბრუნებს სწორედ აქ სამყარო, კოსმოსი და ეს ტენდენციები იქნება მოსაგვარებელი. ამიტომ მოდი აღვნიშნოთ რომ ეს პერიოდი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, მათ შორის ტრანსპორტო მიმართებაში. ესე იგი ტრანსპორტი უნდა გქონდეთ აბსოლუტურ წესრიგში, თორე აქ სატრანსპორტო პრობლემებმა დაუშვათ, რაღაც შეიძლება გაუფუძდეს მანქანას დაუშვათ, ან მგზავრობა-მოგზაურობის დროს მეტი ყურადღება საჭიროა ტრავმულაურებულ მოტენციებმა არჩინოთ თავი, აი მკრივოთ ყურადღებით. სხვა შორის ზოგადად პერიოდი კარგია უცხოეთთან ურთიერთობების კუთხით, მაგრამ აქაც იყავით ყურადღებით რომ დაუშვათ, რეისი არ შეჩერდეს, ან ამ მხრივ არ მოგიხდეთ აეროპორტში დიდხანს ჯდომა, ან შეიძლება ბარგი დაიკარგოს სხვა სახის ამდაგვარმა ესეთმა წვრილმანმა უსიამოვნებებმა შეიძლება დროდადრო იჩინონ თავი. თუმცა აუცილებლობას ეს არ წარმოადგენს, მაგრამ ამდაგვარი ტენდენციებისთვის თუ იქნებით მზად, იქნება უკეთესი. რაც შეეხება რიცხვებს 4 რიცხვია ყველაზე კარგი დეკემბრისა თქვენთვის და არ ვარგა 2 და 6 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და ეს დღეებიც თავისთავად. რაც შეეხება კუროს, კუროსთვის უფრო რთული პერიოდია, იმიტომ რომ ერთი თუ ვერც მეტნაკლებად ერგოტონუსი მაინც აქ მაღალი. კუროს პირიქით ერგოტონუსი დაბალი აქ და იმუნიტეტი ასკარად დასუსტებული, ამიტომ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. აქ აღვნიშნოთ რომ ფსიქოემოციური დაძაბულობა მეტად იჩენს თავს, შეიძლება მაგალითად ძილის კუთხითაც გამოვლინდეს ნეგატიურად. ძველმა შიშებმა, ძველმა ეჭვებმა შეიძლება იჩიონ თავი, ამიტომ დეპრესიული გარკვეულწილად პერიოდია ცოტა ზოგიერთ თქვენთაგანისთვის. და აღვნიშნოთ რომ აი ყველაზე კარგი იქნება ამ პერიოდში ურთიერთობა, კონტაქტი ახლობლებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან. აი მათი მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ, რა ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენზე. მაგრამ თლიანობაში დაძაბულობა მოიმატებს, ეს უდავოა. მოგიხდება ზოგიერთი დამატებითი ვალდებულების აღება საკუთარ თავზე და ფინანსური კუთხით შეიძლება სირთულეებმა ეჩინონ თავი. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება უჩვეულო და ზოგიერთ შემთხვევაში სახიფათო სიტუაციებშიც მოხდეთ. კონკურენტული ბრძოლა მოიმატებს, მაქსიმალურად ენასკველი დააჭირეს. საიდუმლო დაიცავი და არ გათქვათ ინფორმაცია თქვენი გეგმების ან სურვილების შესახებ, რათა აქაც ხვებმა ეს არ გამოიყენონ შემდგომ თქვენ საწინააღმდეგოდ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 3 და 7 დეკემბრის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 1 და 5 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, აქტივიზაცია ხდება თქვენი საცოცხლო ძალების ენერგიების, ამიტომ თვითრწმენა გარკვეულწილად მატულობს ენერგია, რადგან მატულობს კომუნიკაბილურობა, მატულობს გონებამახვილობა, ეს ყველაფერი კარგია, გარკვეული მხარდაჭერა მოდის პარტნიორთა მხრიდან, შეიძლება ბიზნეს საქმიანი პარტნიორები, შეიძლება სასქესო პარტნიორები,
ამ ხრივ კი ეს კარგია, დადებითი ტენდენციებია, მაგრამ სხვა ჩვენში გაძლიერდება ლტოლვა ბრძოლისა უსამართლობასთან. ეს ტენდენცია შეიძლება იყოს და უდაოდ კარგია, მაგრამ ამასთან ერთად იყავით ყურადღებით. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სიტუაცია იგივე პარტნიორებთან დაეწაბოს და ამან შექმნას გარკვეულწილად უფრო მეტი სირთულეები. თუმცა მთლიანობაში ჯერ კიდევ კარგი შანსები, პერსპექტივები არის. მათ შორის შემოქმედებითი კუთხითაც შეიძლება აქტიურად იმოქმედოთ. ქორწინებისთვისაც პერიოდი ცუდი არ არის ნამდვილად. ოღონდ 5 რიცხვის გარდა. აი დანარჩენი დღეები შეგვიძლია გამოვიყენოთ. ყველას კარგია თქვენთვის 4 რიცხვი დეკემბრისა და არ ვარგა 2, 6 რიცხვები და 5 იცით რომ სავსე მთვარეობა და ფრთხილად უნდა გაიაროთ. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, უპირველესკულისა ნაკლებად კომფორტულად იცნობთ აქ თავს, იმიტომ რომ ტონუსი ეცემა, უბრალოდ იღლებით, ფსიქოემოციური არასტაბილურობა მეტად იჩენს თავს და ამასთან უფრო ემოციური ხდებით და მგრძნობი არა ყველა მოვლენის მიმართ, რომელიც ხდება თქვენს ირგვლივ. ამასთან ერთად ჯერ კიდევ გარკვეული ენთუზიაზმი გაჩერჩენილი და ასე ვთქვათ, ურთიერთობა ახლობლებთან არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, მათი თანადგომა იქნება დროული, სხვა შორის თქვენი მხრიდან მეტად შეიძლება მათ დახმარება მიიღონ, რაც ძალიან კარგია, თუმცა უამრავი საქმე გექნებათ. ისეთი საქმე, რომელსაც ვერ გადაწყვიტავთ და ზოგი იქნება მათთაგანი საკმაოდ პრობლემური. და აქედან გამომდინარე, ყურადღება მიაქცეთ ჯანმრთელობას, რათა არ შეიქმნას კიდევ რაღაც გარკვეული სირთულეები და ამხრივაც არ გაცივდეთ და ეს სფეროს გქონდეთ სტაბილური. 5 რიცხვი ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ სავსე მთვარეობაა და ზოგიერთ თქვენთაგანი ამ დღეს ზედმეტად ემოციური ხდება. აქ აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. ეს კარგია თქვენთვის 3 და 7 დეკემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 1 და 5 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნავადებულებს, საკმაოდ ერთის მხრივ აქტიური, მეორეს მხრივ დაძაბული პერიოდია ეს კვირა. მოდი აღმოჩნდეთ, რომ შეიძლება ადეკვატური შეფასება ვერ მიიღოთ ამ კვირაში უკვე თქვენი მოქმედებებისა. არამედ თქვენ გაქვთ სურვილი, რომ წინა პლანზე წამოიწიოთ, გახდეთ ჭეშმარიტი ლიდერი, ხელმძღვანელი, უნიკალურობა გამოავლინოთ თქვენი ხასიათისა და ასე შემდგომ, მაგრამ საზოგადოება ამას მაინც ვერ აიქოს ესე და პირიქით უარყოფით რეაქციას ავლეს ამ თქვენი მცდელობის მიუხედავად. ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ახლობელთა მხრიდან დახმარება და თანადგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ეს დახმარება, თანადგომა ხელს შეუწყობს არაერთი პრობლემის გადაწყვეტას, ზოგიერთ შემთხვევაში თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც კი. რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს შვილებთან, სასკოლო პარტნიორებთან, ეს კიდე გაზრდის თქვენი წარმატების ფაქტორი, ძალიან კარგი პერიოდია სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის და შვილებთან, ბავშვებთან საერთოდ ურთიერთობისათვის. ეს კარგია თქვენთვის 5 დეკემბრის დღე, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ კი მასაა გარკვეული იღბალი, მაგრამ მაინც იგი უკავშირდება სავსე მთვარეობას და ამიტომ მაინც აკონტროლეთ აქ თქვენი ემოციები, არ აღმოჩნდეთ ზედმეტად აგრესიული და ნეგატიურია 3 და 7 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნავადებულებს, დისჰარმონიული დაძაბული პერიოდია თქვენთვის. მოდი ასე ვთქვათ, რომ ამავდროულად ჯერ კიდევ გაქვთ საშუალება, რომ ზოგიერთი ირგვლივ ადამიანებთან კონტაქტი იყოს საკმაოდ კარგი და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ერთობლივი საქმეც კი განხორციელდეს, მაგრამ აი თუ საქმიან სფეროში ეს არის გარკვეული პოზიტიური შანსები, სახლზე ამას ვერ ვიტყვით. ოჯახში, სახლში დაძაბულობა მოიმატებს. ამიტომ მოდი აღმოჩნდეთ, რომ ამან შეიძლება კონფლიქტები გამოიწვიოს ოჯახის წევრებთან. ცოტა მოიმატოს აგრესიამ, ან სულსწრაფობა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა, ზაფრი გამოთქმები გაქვთ წრომანებზე ჩაძიებით, ეს ნერვებს უშლის ახლობლებს და ოჯახის წევრებს, რამაც შეიძლება დაძაბოს ურთიერთობები და კიდევ მზად იყავით იმისთვის, რომ შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემები მაიჩინონ თავი. გაბუჯდეს სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ შეიძლება დამატებითი თანხები, დამატებითი დრო, ენერგია და ასე შემდგომ. ყველას კარგია თქვენთვის 2 და 6 დეკემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 4 დეკემბრის დღე და ეს რიცხვიც 5 რიცხვი რო აღსავსე მთვარეობა ასევე ფრთხილად უნდა გავლოთ, ეს იცით. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნავადებულებს, დინამიური პერიოდია, მაგრამ შვიდს მას ნამდვილად ვერ უწოდებთ.
Realობაში კარგია კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის, კოლექტიური ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის კი ბატონო, კარგია გარკვეული ენერგია გემართებათ, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მაინც თქვენი მადლობს, მაგრამ აი სიტყვიერი გამოთქმები ითხოვს ყურადღებას. აი სადღაც დაიკარგა თქვენი დიპლომატია ამ პერიოდში. ხდებით ზედმეტად პირდაპირი, ასე ვთქვათ, და ზოგიერთ შემთხვევაში თქვენი გამოთქმები ესეთ პირდაპირი გააოცებს საზოგადოებას, რომელიც არ ემიჩნეულია ამას და თქვენ ყოველთვის დიპლომატიით გამერჩეოდით. ამჯერად სიხისტე და ეს პირდაპირობა გამოთქმებისას ძალიან ბევრს მოუშლის ნერვებს და ბევრს გააკვირვებს. ამასთან ერთად თქვენ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი პოზიციის დაცვას, მაგრამ მეორე მხრივ ეს თქვენ ესეთი სიხისტე და მოქმედება ამ პოზიციის დაცვისას გამოიწვევს პროტესტს ეროვნულ ადამიანებში და გარკვეულ ასოც პროტესტი შეიძლება დაწყებულობაში გადაიზარდოს. ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ კარგი პერიოდია მაღალი პროფესიონალიზმის გამოსავალად. კონტაქტების შეხვედრების კუთხით პერიოდი კარგია, შეიძლება საინტერესო ადამიანებს გაიზრდოთ, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, სწავლისთვის საინტერესო პერიოდია, მაგრამ ფეიქების ალბათობაც მაღალია. ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი დაპირება, რაც უფრო მეტად გადამოწმებული იქნება, თქვენი მხრიდან მით ნაკლებ შეცდომებს დაუშვათ. ყველას კარგია თქვენთვის 5 რიცხვი დეკემბრისა, თუმცა მაინც გახსოვდეთ, რომ იგი უკავშირდება სავსე მთვარეობას და ცოტა მეტი ყურადღება ჭირდება ემოციას. და არ ვარგა 3 და 7 დეკემბრის დღეები და რიცხვები. რაც შეეხება მორიელს, საკმაოდ დაძაბული პერიოდია უკვე თქვენთვის, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა ნაკლებად მგრადია, გარკვეული შინაგანი სულიერი დისკომფორტი შეიძლება ზოგადად თქვენთაგანმა მეტად იგრძნოს და მოდი ასე ვთქვათ, რომ ფინანსური საკითხები იქნება პრობლემური. ამას შეიძლება გამოიწვიოს რასკვლელია მეტი სირთულეები და მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი ახლობლების მოქმედებების და მათი საქმეების და ცხოვრების მიმართ. ანუ ძალიან მშვენიერი რომ სიტუაცია კონტროლ ქვეშ გქონდათ, იმიტომ რომ თუ კონტროლი გაუშვით ხელი და ეს კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას შემოიტანს ურთიერთობაში და უფრო მეტ ნერვიულობას. ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ გაგჯერ კიდევ საშუალება იმისა, რომ მას ჩვენს ინტუიციურად სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღოთ და აქედან გამომდინარე ზოგიერთი სიტუაცია დროულად გამოასწოროთ. ზედმეტ ფინანსურ ხარჯს მაინც ჯობია აქ მოვერიდოთ. ყველას კარგია თქვენთვის 3 და 6 დეკემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 1 და 4 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება შილდოსას, ყველას კარგი პერიოდი აქ მაინც ამნიშნავს. ყველაზე აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ამ ზეკადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მატლობს ოპტიმიზმი, ფრიად დინამიურები ხდებით, კომუნიკაბილური გონება მახვილი. ამასთან ერთად ეს პერიოდი, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ საინტერესო იდეების რეალიზაცია, პარტნიორული თანამშრომლობა, ზოგიერთი შეცდომის გამოსწორება, ზოგიერთი პროექტის დასრულებაც კი, რომელიც დიდხანს ვერ სრულდებოდა და აღნიშნოთ, რომ ეს ახალი ეტაპის დაწყების პერიოდია თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ ვიცადეთ იაქტიუროთ ამ კვირის განმავლობაში. 1 და 4 დეკემბრის დღეები იქნება ყველაზე კარგი და არ ვარგა 2 და 6 დეკემბრის დღეები და შეიძლება ამსად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხისკას ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ეწყება ცხოვრების განმავლობაში, ეს არის დაავადების წინა პერიოდი და ამიტომ იყოთ ყურადღებით. ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა არ ამგრადია, არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ შრომის სუვერენობა კლებულობს, პლუს ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ უამრავი ვალდებულება გექნებათ და ეს ძალიან ბევრ დროს ენერგიას წაიღებს. თუმცა შემოქმედებითი კუთხით პერიოდი ცუდი არ არის. მოდი ამშვიდობთ, რომ გარკვეულ ხარდაჭერას ჯერ კიდევ იღებთ კოლეგების, მეგობრების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გარკვეულწილად გაქვთ კიდე საშუალება ამ კვირაში, რომ მოლაპარაკება აწარმოოთ, თუ რაღაც საკონფლიქტო სიტუაცია შეექმნა დროულად, ასე ვთქვათ, ჩააგროთ ეს ცეცხლი კონფლიქტისა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ენას კბილი უკვე უნდა დააჭიროთ, საიდუმლო დაიცვა და აკონტროლოთ რა ხდება ზურს უკანებთ, რომ მოშურნებს, მოწინააღმდეგებს, ფარუმდრებს და ამგვარ ადამიანებს არ ძინავთ. პირიქით ისინი ნამდვილად აძლიერებენ თქვენს საწინააღმდეგო მოქმედებებს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 3 და 7 დეკემბრის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 5 დეკემბრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მერწყულებს პერიოდი, მოდი ასე ვთქვათ, არ არის მაინდამაინც კარგი თანამშრომლობისთვის, ეროვნულ ადამიანებთან ურთიერთობისათვის, აი რაც გარკვეულმა დისკომფორტმა შეიძლება იჩინოს თავი. თუმცა საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია, აქ თქვენი უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება კარგად მოქმედებს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ზურს უკან უკვე ჩნდებიან მოშორნეები, ჭორები, ინტრიგები.
მოწინააღმდეგეები, რომელიც ხელს უშლიან თქვენს განვითარებას და წინსვლას თუ ინტუიციას დაეხმაროთ, ის უბრალოდ არ ჩვენს გააკეთებინებს. ხაჩეს პატრიოტ მდგომარეობის გამოძიების შანსებიც მოიმატებს, ესეც გავითვალისწინოთ და ისიც აღნიშნოთ, რომ კარგი იქნება თუ ენასკნელს დააჭერთ, საიდუმლოს დაიცავ და ისე იმოქმედებთ. ამავდროულად ინტერნეტთან აქტიური კონტაქტი აუცილებელია, მაგრამ ინფორმაციის გადამოწმაც აუცილებელია, რომ ფეიქების ტენდენციას მატლობს. თუმცა აქაც შეიძლება რაღაც საინტერესო ინფორმაცია კიდე მოვიდეს. რეფორმებისთვის პერიოდი კარგია, ანუ რაღაც ახალი მეთოდოლოგია გინდათ, რაღაც ახლებური დაუშვათ ურთიერთობა და ასე შემდეგ, რაღაც სიახლეების შემოტანის კუთხით პერიოდი უდაყოფიერია. ყველას კარგია თქვენთვის 1 და 5 დეკემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 3 და 6 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები. თუმცა 5 რიცხვი რომ სავსემთვარეობა და აქ არავითარ კონფლიქტში არ უნდა შეხვიდე და რაღაცა გრანდიოზული მნიშვნელოვანი სარისკო არ დაიწყოთ, ეს იმედია გახსოვთ. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნულობებს, პერიოდი გარკვეულწილად რთულია, ენერგოტონუსი ეცემა თქვენი, თუმცა ძალიან ბევრი პროფესიონალური თუ საზოგადოებრივი საკითხი გექნებათ მოსაგვარებელი. ამავდროულად დაძაბულობაც მათულა ზოგიერთ შემთხვევაში მოიხდებათ ბრძოლა საკუთარი იდეებისთვის და დამტკიცება საკუთარი კომპეტენტურობისა და ასე შემდგომ, თუმცა უკვე კონტაქტების კუთხით პერიოდი ნამდვილად არ არის ცუდი. ზოგიერთ თქვენ ნიჭი უნარი შეიძლება ახლებურად გამოავლინოთ და ეს პერიოდი რომ მსვლელობისას გარკვეულმა დაძაბულობამ განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარი შეიძლება მეტად იჩინოს თავი და სხვა შორის ზოგიერთ ხელშეკრულება შეიძლება არ შედგეს. ზოგიერთი დაუშვათ მოლაპარაკება ისე არ წავიდეს როგორც თქვენს სურთ. რაც მეტად შეინარჩუნებთ ამ პერიოდში კარგ ურთიერთობებს ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ეს მეტად ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიონალურ ზრდას და წინსვლას. ყველას კარგია თქვენთვის 2 და 7 დეკემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 5 დეკემბრის დღე და ეს რიცხვიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე გისურვებთ მშვიდობიან კვირას და გემშვიდობებით მომავალში ხვდებით.